გაოცებით წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის მხრიდან თითქოს და უმადურობის შესახებ იმის გამო, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. ქართულ ოცნებასა და უკრაინის ხელისუფლებას შორის უკვე მეორე დღეა წერილების ომი მიდის. პაპუაშვილის განცხადებას, სადაც უკრაინის ხელისუფლებას უმადური ეძახა, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ მერაბ მამარდაშვილის სიტყვებით უპასუხა. რუსლან სტეფანჩუკმა პაპუაშვილს შეახსენა, რა გზას გადის უკრაინა თავისუფლების შენარჩუნებისთვის. მინდა შევახსენო დიდი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის სიტყვები. არ არსებობს არც ადამიანის თავისუფლების ფორმულა და არც წამალი ადამიანური იდიოტიზმისგან. პოლიტიკური ეფექტურობა არ არის მთავარი, მთავარია თავისუფლება. და ბოლოს, უკრაინას არ სჭირდება დარიგებები იმ მორალისტებისგან, რომლებიც რუსული სამყაროს ნარატივების რეტრანსლატორებად გვევლინებიან. უკრაინას სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები. ქართულად დაწერილ წერილში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ვერ მალავს გაოცებას, თუ რატომ ადანაშაულებს ქართული ოცნება უმადურობაში. როცა ოცნების მხრიდან საერთაშორისო რეზოლუციების მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე არა გმირობა ან ქველმოქმედება, არამედ ელემენტარული წესიერება. ამბობენ, ნათქვამი სიტყვა ხანჯალი არ არის, ქარქაში ვერ ჩააგებო. უკრაინელები მადლიერიერია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც გვეხმარება საკუთარი თავისუფლებისა და არჩევანის უფლებისთვის ბრძოლაში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ ქართველი ხალხის. ხალხის, რომელმაც ზუსტად იცის რა არის ღირსება. ხალხის, რომელიც ქართველ მოხალისეთა ბატალიონების შემადგენლობაში მხარდამხარ იბრძვის საერთო რუსი მტრის წინააღმდეგ. ამ ფონზე გაეროს რეზოლუციისთვის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა. ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს. სტეფანჩუკის პასუხს პაპუაშვილის პასუხის მოხვა. ტონი უფრო რბილია. ზელენსკის გუნდს უმადურს აღარ ეძახის, თუმცა პაპუაშვილის პირველმა წერილმა საქმე რუსებს გაუკეთა. ის რუსული მედიის განშის საგნად იქცა. ძვირფასო რუსლან, მართალია, სიტყვას აწონვა და ისე თქმა უნდა. აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა. აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებასაც, რომლითაც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წევრები არასასრულო პირებად გამოაცხადა მაშინ, როცა სწორედ ამ ხელისუფლებამ 10,000-ობით უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა და მათ უსაფრთხო თავშესაფარი მისცა. ამიტომ დიახ, უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართული ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა. ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების დაპირისპირების უკან კი ეს კადრებია, როცა უკრაინაში ჩასულ საქართველოს დელეგაციას უკრაინის რადას თავმჯდომარემ ფეხდაფეხ მოატარა და დაათვალიერებინა რუსეთის სისასტიკე ირპენსა და ბუჩაში. დღეს კი თბილისიდან ომში მყოფი ქვეყნის მიმართ მხოლოდ კრიტიკა ისმის. სპიკერი სტეფანჩუკი, რომელთან ჩვენ გქონია ფანტასტიკური შეხვედრა კიევში და რომელიც არის ქართველების უდიდესი მოყვარული და მეგობარი, სწორედ ამას ახსენებს ქოცურ რეჟიმს, რომ დაკვედრებული ელემენტარული მხარდაჭერა არ არის პატრიოტი ქართველის შესაშვენი საქციელი, ეს არ არის ის, რასაც უნდა აკეთებდეს თავისუფლების მოყვარე ხელისუფლება. ყველაზე უფრო არაქართული ტრადიცია, არაქრისტიანული ტრადიცია და ყველაზე უფრო ჩვენი არაეროვნული ტრადიცია, რაც კი შეიძლება იყოს, არის ზუსტად ის, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხა ჩვენივე მტერი, გახდა ჩვენი სამიზნე. პასუხი, რომელიც მიიღო შალვა პაპუაშვილმა უკრაინის რადის თავმჯდომარისგან ქართულ ენაზე მერაბ მამარდაშვილის სიტყვებით იყო ძალიან ღირსეული და ძალიან კულტურული იმასთან შედარებით, რაც განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ განსხვავებას, რომელიც დღეს შალვა პაპუაშვილსა და მათ შორის უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არის. ჯერჯერობით უცნობია უკვე წაიკითხა თუ არა შალვა პაპუაშვილის პასუხი რუსლან სტეფანჩუკმა და ექნება თუ არა ისევ საჯარო გაგრძელება ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების პოლიტიკურ დაპირისპირებას.